უკანონო აგიტაცია საჩხერის რაიონში სოფელ კორბოულში გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის პლაკატებია გამოგრული. მეშვიდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაშია განთავსებული. საარჩევნო კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოებში ამ ტიპის აგიტაციას კრძალავს. სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქ ძალვის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ადასტურებენ, რომ საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალის განთავსება კანონდარღვევაა და ამ ფაქტს რეაგირება აუცილებლად მოყვება. ასეთ პლაკატებთან დაკავშირებით მინდა კომენტარი. საარჩევნო კოდექსის თანახმად არ შეიძლება ადმინისტრაციულ ორგანოებში ამ პლაკატების გამოკრა, რომელიც თქვენთან არის პირველ სართულზე. ვახტანგს ესაუბრეთ ჯობია მაგასთან დაკავშირებით. ბატონო ვახტანგმა თქვა, რომ შეբულებაშია და თქვენ ასრულებთ მის მოვალეობას. არ არის კომპეტენტური ალბათ ახლა მაქსიმუმში. რა თქმა უნდა დარღვევა არის, ამას გეუბნებით, მაგრამ თქვენ ეხლა ვერ მეტყვით მე იმას თუ ვინ გამოაკრა ეს. ამ შემთხვევაში რომ ვიცოდეთ ვინ გამოაკრა, შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალას გადავცემდით შესაბამის სამსახურს და ისიც შესაბამის რეაგირებას გააკეთებთ ამ ყველაფერზე და ეხლა ამ ძოში კანონის დარღვევაა იქ და მოხდება მისი გამოსწორება ოპერატიულად, იმიტომ რომ ჩემთან ამ შრომებს დავავალებთ და ჩამოხსნიან ამ ყველაფერს.